big. მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ორი ტურნირი ჩაატარა, ერთი თბილისში და ერთი საფრანგეთში. სწორედ ეს ბოლო ერთი კვირა ჩვენ სლოვენიის შეკრება მეუძღვენით იმას, რომ ამ ორი ტურნირის შედეგად გამოვლენილ შეცდომებზე გვემუშავა, იმ პრობლემებზე გვემუშავა, რაც საქართველოს ნაკრების გუნდში იყო, დაცვაში თუ შეტევაში. ყოველდღე მივიწყებთ კიდევ ერთ და საბოლოო ტურნირს, სწორედ ევროპის ჩემპიონატის წინ იტალიაში, სადაც ჩვენ მეთქე კვლავ იტალიის ძალიან ძლიერი გუნდი იქნება. ვეცდებით, რომ ის შეცდომები აღარ გავიმეოროთ, რაც იქნა დაშვებული მათ წინააღმდეგობაში. ასევე რუსეთის ნაკრებთან აქვს თამაში მიჩიგანის უნივერსიტეტის გუნდთან. სწორედ ეს თამაშებია, რომელიც ალბათ საბოლოო ჯამში მაქსიმალურად ფორმის პიკში უნდა შეგვიყვანოს, მივიყვანოს იმ მაქსიმალურად კარგ ფორმაში, რომელზეც უკვე ევროპის ჩემპიონატზე უნდა გამოვიდეთ. პირველი თამაში ჰოლანდიის წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ.